მოგესალმებით ლოს-ანჯელესიდან, პეტერსენის ავტომუზეუმიდან, სადაც არის საოცრად საინტერესო და ლამაზი ავტომობილები, რომლებიც ყველა ავტომოყვარულს ძალიან დააინტერესებს და მინდა რამდენიმე განსაკუთრებული განახოთ. აქ არის დაახლოებით 600-ზე მეტი ავტომობილი, 600-ს ვერ განახებ, თუმცა რამდენიმე საინტერესო მინდა დაგათვალიერებინოთ. მაკ-ქვინი გავიდა პენსიაზე და დააყენეს აქ. აი როგორ გამოიყურება პენსიაზე გასული მაკ-ქვინი. თურმე ახლდა. სხვათა შორის ლაივში უკეთესად გამოიყურება ვიდრე ფილმებში. და მის გვერდით აი ეს საყვარლობა. ესეთი ავტომობილი კი კინოებშიც არ მაქვს ნანახი. მე მგონი უბრალოდ პროტოტიპია. რაღაც ავტომობილის, რაც საბოლოოდ არ გამოუშვეს, არის უზარმაზარი. ვიდეოში არ ჩანს ძალიან დიდი ზომის მანქანა. აი ეს უკვე ჩვეულებრივი ძველი ავტომობილები. ბოდიშკი ხდით ყველას ნამდვილად ვერ გებულობ რა მოდელები არიან. აი ეს ძალიან ლამაზი არის, ჯერ როგორი ფერია. ესეთ ფერის ავტომობილებს ეხლაც არ უშვებ. დააკვირდით შუშა როგორ არის. ეს იმდროინდელი პანორამა. სარკე ქვემოთ შვენიერი გადაწყვეტილებაა. ძალიან ლამაზი ავტომობილია. უკან რაღაც ალფა რომეოს სტილი აქვს. ძალიან ლამაზი არის. ეს პონტიაკი, რომელიც აღარ გამოდის. კარი გვერდულად ეხება მაღლა. ძალიან ლამაზი ავტომობილია. სიამოვნებით ვიყოლიებდი. ეს თითქოს თვითმფრინავით აქვს ტურბინა და გონია რომ ცეცხლი უნდა გამოუშვას. ძალიან ლამაზია. ესეც ალბათ მაკ-ქვინში რო ავტომობილი არის, ეს პოლიციელი იმას გავს. ისე დღესდღეობით ვარდისფერი ტყავის სალონით რატომ აღარ უშვებენ ავტომობილებს? ძალიან ბევრი მომხმარებელი ეყოლებოდა ვარდისფერ ტყავის სალონიან ავტომობილებს. სხვა შორის ძალიან დიდი ზომის ავტომობილია. და ძალიან ლამაზიც არის. ამის უკანა მხარეს შეხედეთ. აი ამის უკანა მხარეს. ამით მოფიქრება ხოლმე ძალიან განსხვავებულია. და კიდევ ერთი ორიგინალური გადაწყვეტილება მწვანე ტყავის სალონი. ბუიკი. ეს არ ვიცი რატო აყავთ ასეთ მდგომარეობაში, ძალიან დაშანგებულია. ალბათ რაღაც ისტორიული დატვირთვა აქვს. აი ძალიან საყვარელი პატარა მანქანა. მინდა გაჩვენოთ ავტომობილი, რომელზედაც ბავშვობაში აბსოლუტურად ყველა უცნებობდა. ეს არის ბეტმობაილი, ბეტმენის ავტომობილი. ამიჯერეთ ფილმში ესეთი მაგარი არ ჩანს, რაც რეალურად არის. სავარაუდოდ ეს რომელიღაც ერთ-ერთი ფილმიდან გამოისყიდა მუზეუმმა. ძალიან ლამაზი არის და ძალიან მაგრად გამოიყურება. ეს არის პირადად ჩემი ბავშვობის ოცნება, როდესაც პირველად ფილმში ვნახე. და ნუ ეს რაღაც ბანძი დოჯი რა, მოკლედ. ამის ფონზე ეს უკვე აღარავის აინტერესებს. ეს ავტომობილი მაგონებს საშინელებათა ფილმებში, რომ კლოუნები დადიან ნაყინის ავტომობილებით და ბავშვებს რო იტაცებენ. აი ზუსტად მაგას გავს. სავარაუდოდ ეგ არის.
და ნუ ეს უკვე კლასიკა. მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყავთ, არ ვიცი რატო შეეძლოთ გაიკეთებინათ. ეს მაინც მაგარია. კლოუნის მანქანა. ეს არის ნავი ავტომობილი ინდიანა ჯონსის ფილმიდან. ანუ ფილმში თუ არ ვცდები, ცურვად შეუძლია ნავის ფორმა აქვს ავტომობილს. სიამოვნებით ვიყოლიებდი და დავტესტავდი თუ მართლა ცურავს. მაგრამ არ ამგონი. ძალიან მაგრად გამოიყურება. ეს კი ლეგენდარული კამარო ტრანსფორმერებიდან. აი ესეც ტრანსფორმერებიდან არის, გახსოვთ ალბათ ფილმში პირველ ნაწილში, როდესაც თანხა არ აქვს და რაღაც იაფიან კამაროს იყიდის. აი ზუსტად ის ავტომობილი არის, ეტყობა აქ დაზიანებებიდან ვითომ ცუდ მდგომარეობაშია, ხოლო ეს უკვე ახალი. ლეგენდის თანახმად თუ გასაღებს მათხოვებენ, ეს რობოტად გადაიქცევა. მინდა გაჩვენოთ ძალიან საინტერესო დაფა, ეს არის საბურავის ვერსიები, რომლებიც არ გამოუშვიათ. ეს მეტალის საბურავი. მიზეს ნამდვილად ვერ გეტყვით. ეს სხვათა შორის ხშირად ხდებოდა, რეკლამდებოდა, ანუ ჰაერი არ ჭირდება, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, გაყიდვაში დღემდე არ ჩაუშვიათ. ეს მეტალის საბურავი ძალიან საინტერესოა. აი ესეც ნახეთ. ყარი საბურავია, ნუ ეს გზაზე ძალიან ხმაურიანი იქნება. ეს სავარაუდოდ სილიკონისგან არის გაკეთებული. ფორდის საინტერესო საბურავი. ვალი. ძალიან საინტერესო დაფა, მინდა გითხრით. ეს არის 1979 წელს გამოშვებული ავტომობილი, როდესაც ერთ-ერთმა დიზაინერმა ცადა შეცვალა სრულად ავტოინდუსტრია და განსხვავებული ფორმა მიეცა ავტომობილისთვის. თითქოს არის თვითმფრინავი, ხედავთ საბურავებს, სალონი. ჩვეულებრივი ავტომობილის სალონი აქვს, თუმცა ვიზუალურად გარედან გავს თვითმფრინავს ძალიან განსხვავებულია. რამდენად ლამაზი ეს უკვე საკამათოა, თუმცა არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ავტომობილს ეს ნამდვილად არ გავს ალბათ, ვისაც თვითმფრინავები უფრო უყვარს, უფრო იმათვის არის ეს ავტომობილი. აი ეს კი ძალიან ლამაზი არის, ამაზე ვირავინ ვერ იტყვის, რომ არ არის ლამაზი. ერთ ამაზე ეს ძალიან საყვარელი და ესეც. საერთოდ მე მგონი ყვითელი ფერი მომწონს მანქანებში და ეხლა ჩავფიქრდი ამაზე. წითელი ულამაზესი სალონით და რა ორიგინალური გადაწყვეტილება, სანომრე არის შუშაში. ძალიან უცნაურია. ამას არ ვიყიდით. ამას კი. მინდა გაჩვენოთ კონკიას ეტლი. თურმე ლეგენდის თანახმად ის კვახად არ გადაქცეულა და იმყოფება აი ამ მუზეუმში. ეს არის ზუსტად ის ეტლი, რითიც კონკია გაიქცა. და იმყოფება აქ. სერიოზულად რო ვთქვათ, ეს არის 1915 წელს გამოშვებული ერთ-ერთი პირველი ელექტროავტომობილი, რომელიც გამოვიდა ძალიან მცირე რაოდენობით. 1500 ცალია მხოლოდ აწყობილი და ერთ-ერთი დგას ამ მუზეუმში, ძალიან საინტერესოა, როცა ხედავ, როდინა დაიწყეს ელექტროავტომობილების მშენებლობა. აქ გვაქვს ძალიან საინტერესო სტენდი, ეს არის საბურავების ევოლუცია, რითი დაიწყო, რითი გაგრძელდა და რა გვაქვს დღეს. ხოლო აქ გვაქვს ულამაზესი ავტომობილი, ძალიან კარგად გამოიყურება. ამ ავტომობილს რო უყურებ, ხვდები, რომ ბევრი ძალიან ძველი ავტომობილი ვიზუალურადაც, ხარისხითაც და თითქმის ყველაფრით ჯობია თანამედროვე ავტომობილებს, რა თქმა უნდა, გარდა სიჩქარისა და წვისა. ძალიან დიდი ავტომობილია და აი ულამაზესია. აქ კი გვაქვს ავტომობილები, რომლებიც არასდროს არ გამოუშვიათ სერიულად, ან მხოლოდ სპეცშეკვეთით მზადდებოდა. ძალიან საყვარელია სხვათა შორის. ეს უცხო პლანეტელის თეფშს გავს. მაგრამ ავტომობილად ითვლება სასაცილოა.
ბაგივით არის. საინტერესო ფორმა აქვს. ეს ჩვეულებრივი ავტომობილია. Cross periphery აქვს, არ ვიცი თუ ჩანს. ესეთი შეფერილობის ავტომობილი პირველად ნახე. ეს ძრავი. ეს Corvette-ის წინამორბედი. ეს იტალიური მანქანები, ეს Lamborghini. ქედან მეუყვარდათ ყვითელი შეფერილობა. და კიდევ ორი იტალიელი. ეს Maserati და მე მგონი ისიც Maserati-ა. არა, Lancia. საშინელად გამოიყურება ლაივში. ეს ფიქრობ მომავლის ავტომობილია რაღაც სავარაუდოდ ელექტრო იქნება. თან ცნობილი. McLaren-ი საჭი აქვს შუაში, აქაც. ყოველთვის მინდოდა მეტარები ავტომობილი, რომელსაც საჭი აქვს შუაში. გასწრების დროს ძალიან საინტერესო იქნება. აი, ძალიან ლამაზი არის, კონკრეტულად ეს უკვე თანამედროვე ვერსია არის, ულამაზესი არის. შეიძლება ვიდეოში არ ჩანს, მაგრამ ძალიან ლამაზი. ეს ალბათ ბევრმა იცის, ესეთი ავტომობილები ლოს-ანჯელესის ქუჩებში და ზოგადად მთლიანად კალიფორნიაში უამრავი არის. ეს არის თვითმართვადი ტაქსი, იაგუარი, ელექტროავტომობილია სრულიად და სხვა შორის კარგად მართავს წესებსაც იცავს, რასაც დავაკვირდი. ესეც ელექტრო მინივენი და ეს კი უკვე Supra. ეს კი არის ყველაზე პოპულარული ადგილი ამ მუზეუმში. დავიწყოთ პოლის ლეგენდარული Supra-თი. აუ, ესენიც დაუყენებია. ნიტროები. Nissan-ი. ულამაზესი Mustang-ი, რომელსაც ეს ფერი ძალიან უხდება. Lancer-ი. ეს იმ იაპონელი გოგოს ავტომობილია ფილმიდან. ალბათ ბავშვობაში ბევრის კრაში იქნებოდა. სხვა შორის ძალიან უხდება ვარდისფერი ფერი. აი, ეგეც ხედავთ სხვადასხვა ავტომობილებს, სხვადასხვა ფორსაჟიდან. ეს Camaro. Mustang-ი. ეს არ მახსოვს რომელი ნაწილიდან არის, მაგრამ ნუ ალბათ იქნებოდა რომელიღაში. ეს გახსოვთ ალბათ რომ იფრინავს რაღაც არარეალური კადრი როა და ლეგენდარული Toretto's Dodge. ძალიან არის მიმსგავსებული და მაგრად გამოიყურება რეალურად. ესეც გახსოვთ ალბათ ერთ-ერთი ფანტასტიკის სცენიდან არის GT-ი. აი, ტანსაცმელებსაც ყიდიან. ზუსტად ის ჩაცმულობა, რაც ფილმებში. კიდევ ერთი Supra და აი ეს კი Chevy Impala. IA3-ის ფერფერში ულამაზესი ავტომობილი. სხვა შორის Chevy Impala არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტომობილი, როგორც ძველი, ასევე ახალი. ძალიან ლამაზი ავტომობილი არის, თავისი ლამაზი ფერით. ეს კი არის James Bond-ის Aston Martin-ები. James Bond-ის ფილმიდან ყველანაირი
ავტომობილები, მოტო, ეს ფორმულა 1-ის Aston Martin-ი რაღაც საოცარ ფერშია. რეალურად ძალიან ეფექტურად გამოიყურება. ეს ძალიან ლამაზი Aston Martin-ი. აქაც აი ეს დამაინტერესა ყველაზე მეტად. აი ახლა რომ Cybertruck-ი გამოვუშვეს, მსგავსი ფორმა აქვს, მაგრამ რეალურად ძალიან ლამაზად გამოიყურება ეს Aston Martin-ი და სიამოვნებით ვიყოლიებდი ესეთ ავტომობილს. ძალიან ფართე და დიდია სხვათა შორის. სალონიც ძალიან ლამაზად გამოიყურება, ეს ჩვეულებრივი Aston Martin-ი. ამათ ფონზე უკვე ეს არის ჩვეულებრივი Aston Martin-ი, აბსოლუტურად არაფერი. აი ჩვეულებრივი Aston Martin-ი ამათთან შედარებით არაფერი ისეთი განსაკუთრებული. ესეთი დისკები მინდა ჩემ მანქანას. და აი ეს ლამაზმანი შემოვიტოვე ბოლოსთვის. აი საოცრად ეფექტური ავტომობილი. Aston Martin Vulcan. სახელიც ძალიან მაგარი აქვს. განა ავტომობილია მარტო ძალიან მაგარი. სახელიც მაგარი აქვს. Aston Martin Vulcan. ულამაზესი მოყვანილობის ავტომობილია. შვენიერი Aston Martin-ების სტენდი გამოვიდათ. ძალიან საინტერესოა. ეს კი მოტომოყვარულებისთვის ძველი Harley Davidson-ები, როგორ გამოიყურებოდა. ეს პირველად უყურებ ახლა. სამბორბლიანი. ორიენტი. საინტერესოა ამას როგორ მართავდნენ. ეს უკვე ცოტა 1915 წელია ამ მოდელს. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის. მე დიდად მოტომოყვარული არ ვარ, მაგრამ აი ესეთი ისტორიული მოტოების ნახვა ძალიან საინტერესოა. ეს უკვე სარბოლო ვერსიები. ეს კი არის რალის მანქანები. ალბათ გექნებათ ფილმებში აყურები ან ტელევიზორში სადმე, როდესაც აი ესე ოფროუდზე რაღაც ძალიან დიდი სიჩქარით მიდიან, აი ზუსტად ეს ავტომობილები არის ესენი. მაგრამ ამ ყველაში აღმოვაჩინე აი ეს Beetle, Volkswagen Beetle 2017 წლის ზუსტად ესეთი ყავდა ჩემს მეუღლეს წითელი ფერის. ძალიან მაგარი მანქანა იყო მართლა და წარმომიდგენია ეს რა იქნება. ჩვენ ყავდა 2.0 დიზელის ძრავზე, ძალიან კარგი ავტომობილი იყო, აი ჰიბრიდზე ნაკლებს წვალდა. და მშვენივრადაც დადიოდა ძალიან სწრაფი იყო. აი, ამ რალის მანქანას სიამოვნებით ვიყოლიებდი. ძალიან ეფექტურად გამოიყურება. ჩვენი ტური გავაგრძელოთ უსაყვარლესი Beetle-ით, ლამაზი მოხატულობით და Volkswagen-ის სალონით. ეს უკვე ძველი Lamborghini. ეს ძველი Bugatti. I'm here to get a car sale. ამათ რო უყურებ მე პირადად ძველი ამერიკული მანქანები მირჩევია. ეს ძველი Toyota. არ ვიცი აქ რატო არის, მაგრამ მოდი Toyota-ც დავაყენოთ, რა დააშალაო და ძველი Toyota-ც ჩასვეს. ძალიან უცნაური დიზაინის მქონე ავტომობილი. ახლა ვნახავ რა არის, იმიტომ რომ მე პირველად ხედავ, Ford-ი ყოფილა.
ეს ჩვენ გზებზე სავარაუდოდ არ ივარგებდა. საინტერესო ფორდია ძალიან. სერიულ წარმოებაში დიდი ალბათობით არ ჩაუშვიათ. ეს Citroen-ი, სადაც Toyota იქ Citroen-ს მოდი დავაყენოთო. აი ეს ძალიან ლამაზი ავტომობილია, აი ულამაზესია. ეს ძველი Corvette. აი იმ დროისთვისაც კი, აი რაღაც იმ დროისთვის კი არა, ამ დროისთვისაც, დღევანდელი დღისთვისაც ეს ავტომობილი საოცრად გამოიყურება. ბევრ თანამედროვე ავტომობილს გაუწევს კონკურენციას. ეს არ ვიცი რა არის, Pontiac-ია, რაღაც ცნაურად გამოიყურება. ეს Dodge, ძველებული Dodge, ეს ნანახი მქონდა. ძველი ავტო ჟურნალები რო იყო, იქ მაქვს ნანახი. თუმცა ლაივში უფრო მახინჯურად გამოიყურება. აი ეს ავტომობილი. აი საოცრება, აი დამიჯერეთ რომ ეს არის საოცრება. ეს არ არის ჩვეულებრივი Mercedes-ი, ეს არის რაღაც საოცარი ავტომობილი. ეს ბუიკი, ძველი ბუიკი, ალბათ ძველი ფილმებიდან გექნებათ ნანახი. ხშირი იყო ეს მოდელი ფილმებში. ეს არის 1995 წელს გამოშვებული Mercedes-ის სპორტკარი. ეხლა უყურეთ, 1995 წელს გამოვიდა ეს ავტომობილი. რაღაც პარტნიორულ გერმანულ კომპანიასთან ერთად და ეს ავტომობილი 0-დან 100-მდე ავითარებს 2.8 წამში, რაც დღეის მონაცემებითაც აი საოცრად სწრაფი არის და სხვათა შორის ვიზუალურადაც ძალიან ლამაზად გამოიყურება. ალბათ სპეცშეკვეთით ამზადებდნენ და რამდენიმე ერთეული იყო მხოლოდ გამოშვებული. ეს ძველი GMC, საყვარელი პატარა პიკაპი. ეს კიდე ჩემთვის ძალიან საინტერესო ავტომობილი, რომელსაც პირველად ხედავ, ეს არის Lamborghini-ის ჯიპი. არც ვიცოდი სიმართლე რომ გითხრათ, Lamborghini-ის ადრე ჯიპი ყავდა. 1999 წელს არის გამოშვებული, პიკაპის სტილშია. ძალიან საინტერესო ავტომობილია და სხვათა შორის ძალიან ვიზუალურად, ძალიან ეფექტურად გამოიყურება. წარმოიდგინეთ, Lamborghini-ის ჯიპი. ძალიან მაგარი. ეს Mercedes-ის ჯიპი. ძალიან უცნაურ და ისეთ მოდელებს ხედავ ხოლმე, რომელიც მართლა არ მინახავს. აი ესეთი პიკაპის სტილშია ესეც. სალონი ჩვეულებრივად Mercedes-ის არის, თუმცა დანარჩენი ჩემთვის განსხვავებული. ეს ამ ორი მოდელის არსებობა ნამდვილად არ ვიცოდი. ეს კი ჩემთვის უცნობი ავტომობილი, უცნობი ფილმიდან, Dodge-ის რაღაც მოდელი არის, სამაგიეროდ ვიცი ეს რა მოდელი. ეს არის ულამაზესი ავტომობილი Ferrari-ის. ესეც ავარაუდოთ რომელიმე ფილმიდანაა, სამწუხაროდ ესეც არ ვიცი. ეხლა უფრო საინტერესო რაღაცას გაჩვენებთ. Pumpulla Fiat-ი. Pumpulla საყვარელი Fiat. ისე ჩვენთან რატო არავის არ მოვიდა აზრად ესეთი Fiat-ის გაკეთება. ან Beetle-საც მოუხდებოდ. ეს საერთოდ სათამაშო ყუთშია ჩასმული. ნამდვილი მანქანა არის Fiat 500-ია. არის სათამაშო ყუთში ჩასმული. აი ავტომობილებს რო ჩუქნით ხოლმე, თქვენს მეორე ნახევრებს ან რავი მეგობრებს ან შვილებს, აი ესეთ ყუთში უნდა გაუგზავნოთ, ძალიან ორიგინალური იქნება. ჩვენი საყვარელი BMW M5.
არა შავი სალონი არა აქ და ამას არ ვიყიდით. ეს კი უცნაური დიზაინის ავტომობილები. ეს არ ვიცი რა არის, ეს არის Ferrari. ალბათ ვერ გაყიდეს ვერც ერთი. ნახეთ რა საყვარელია. მუთლობის პერსონაჟს გავს რაღაც ბაყაყის თავივით აქვს. ეს რაღაც იტალიური დიზაინის მქონე ავტომობილი აცტეკი ქვია. ძალიან მაგარი გადაწყვეტილება სხვათა შორის მეგობრებო შეხედეთ. ანუ გზავრი გიზის ცალკე კაბინაში. ანუ ეს არის იდეალური ავტომობილი ოჯახისთვის, იმიტომ რომ თუ ცოლი საჭესთან ყოველთვის გეჭყურებათ, თქვენ ჯდებით საჭესთან და თქვენი მეუღლე გვერდით. და ნუ ხმა არ შემოგდით, იდეალური ავტომობილია ცოლ-ქრისთვის. მაგრამ რატომ აქვს ორი საჭე? არც მე არ ვიცი. ორი საჭია აქვს? არა, ბუდიში შემეშალა, იქ საჭი არ არის, უბრალოდ ხელის მოსაგებია დიზაინერული გადაწყვეტილება. მოკლედ, აი აქ ადგილია და აი აქაც რაღაცით ტიხრით ამოავსებ და всё, ხმა არ შეგაწუხებ, შეგიძლიათ დანიშნულების პუნქტამდე მშვიდად მიხვიდეთ. ეს ბუიკი ულამაზესი ავტომობილია. ველური კატა ქვია. და ნუ ნახოთ აბა დანარჩენებიც. ეს Dodge. ეს Ferrari. ამდენი საინტერესო ავტომობილის შემდეგ ესენი უკვე დიდად რაღაც ემოციებს აღარ იწვევს. ეს Jaguar-ი, სხვაჩვენს არ ვიცოდი Jaguar-ს ესეთი მოდელიც თუ ყავდა. საინტერესო. ნუ Ferrari-ს გაჩვენებთ ახლოდან. ძალიან ფართი ავტომობილია. აი ესეთი სიფართის მქონე ავტომობილი ნამდვილად არ მინახავს. ეს კი ლეგენდარული ავტომობილი ფილმიდან უკან მომავალში. სხვათა შორის მეორე ნაწილი არ მაქვს ნაყურები და რო დავბრუნდები საქართველოში აუცილებლად უნდა ვუყურო. ძალიან მაგარი ავტომობილია და ძალიან უცნაური შეგრძნება, როდესაც უყურებ ავტომობილს, რომელიც ფილმში გაქვს ნანახი. სხვათა შორის ეს ავტომობილი ჩვენ ძალიან გამოგვადგებოდა ქართველებს, ბევრ რამეს შევცვლიდით ჩვენი საქართველოს სასიკეთოდ. ბევრ კარგ რამეს გავაკეთებდით ამ ავტომობილით. ისე ხო არ მოვიპაროთ აქედან. წამოვიყვანოთ.